და კონკრეტულად რას მოიცავს დოკუმენტი და როგორია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, ნათია სონღულაშვილი მოგვიყვება დეტალებს პირდაპირ ეთერში. ნათია, გისმენთ. 85 გვერდიან დოკუმენტთან დაკავშირებით მსჯელობა ქორთიარდ მერიოდში ამ წუთებში მიმდინარეობს. მხარეები დეტალურად მსჯელობენ სტრატეგიაზე, რომელიც მოიცავს საქართველოში ეკონომიკის განვითარებას. დოკუმენტში საუბარი არის პროგნოზებზეც, მაგალითად უმუშევრობა რომ 15%-დან უნდა შემცირდეს 12%-მდე, ასევე ექსპორტი უნდა გაიზარდოს 35%-დან 50%-მდე. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში. ის ამბობს, რომ ეკონომიკაში არის მძიმე მდგომარეობა, თუმცა მისი განცხადებით მთავრობა პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. ჩვენ ვიწყებთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე მუშაობას, ჩვენ წინასწარ არაფერს არ ვპირდებით მოსახლეობას. ჩვენ ვპირდებით იმას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭვირვალე და გახსნილი. ჩვენ ცდილობას არ დავაკლებთ იმისათვის, რომ ადგილობრივი წარმოება დროულად იქნას განვითარებული, სხვა სფეროების მიხედვით და მრეწველობის დარგების განვითარება დაიწყოს ქვეყანაში. ამას შეიძლება დრო და ამას შეიძლება მომზადება. ის ალბათ რომ მთელი რიგი სფეროებში, სხვა სექტორში იმპორტი შეადგენს 80%-ს. რიგ შემთხვევაში 90%-ს, 95%-ს. რაც არის კატასტროფა. ამ დისბალანსის გამოსწორება უნდა შევძლოთ ჩვენ. და ეს არის მთელი რიგი გამოწვევები. სიღარიბის მიხედვით მაგალითად. ქვეყანა ჩვენი საქართველო რჩება ჯერ კიდევ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ქვეყნად. სიხარების კუთხით ცენტრალურ აზიაში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ადგილზე რჩება. ეს არის მსოფლიო ბანკის შეფასებები. ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღწეული ბრალებში შედეგების გათვალისწინებით. ამიტომ ჩემი როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი ვალდებულება არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობას უთხრათ სიმართლე. პირდაპირ უთხრათ იმ გამოწვევების შესახებ, იმ სირთულეების შესახებ, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. მაგრამ ჩვენ კიდევ ვიმეორებთ, რომ გვაქვს კონკრეტული ხედვები, კონკრეტული გეგმები იმისათვის, რომ გადავჭრათ აღნიშნული პრობლემები და აღნიშნული სირთულეები. შევეცადეთ, რომ სტრატეგია ყოფილიყო ყოვლის მომცველი და გავწერეთ გზები, თუ როგორ უნდა აისახოს ეკონომიკურის და საქართველოს თითეული მაცხოვრებლის კეთილდღეობაზე, როგორ უნდა შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, როგორი უნდა იყოს ბიზნეს გარემო იმისათვის, რათა ქართული ეკონომიკა იყოს უფრო კონკურენტუნარიანი, მათ შორის დასაქმებულები როგორ უნდა იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანი. ჩვენი მიმართულებით საუბარია ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და განვითარებისთვის სტრატეგიის მიღების აუცილებლობაზე, ასევე საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის გაგრძელებაზე და განსაკუთრებული აქცენტი ფისკალურ დეცენტრალიზაციას ეხება. უნდა აღინიშნოს ის, რომ თვითონ საავტომობილო გზების განვითარების თვალსაზრისით ჩვენი სამინისტრო სტრატეგიაში მოცემულია შემდგომი 4 წლისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები და ეს დოკუმენტი ძალიან მალე გამოქვეყნდება. პრემიერმა კომენტარი გააკეთა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით. ის აცხადებს, რომ 50%-იანი ბარიერით მერის არჩევა არის რევოლუციური და ეს არის დემოკრატიისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. შეგება ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, ეს არის რევოლუციური მართლაც. ძალიან გულისხმობ, როცა ოპოზიციის წარმომადგენლები არ თუ ვერ აფასებენ აღნიშნულ ცვლილებებს, ამაზე უბრალოდ ოცნებაც არ შეეძლოთ მათ რამდენიმე წლის წინ, სულ რაღაც 2 წლის წინ. გუშინ მე მქონდა შეხვედრა კოალიციის ლიდერებთან. მე მათ შევთავაზე, რომ აგვეწია ბარიერი და გაგვიხადა თანაბრად 50% როგორც თვითმმართველ ქალაქებში, ასევე რაიონებში. შესაბამისად მოხდება ცვლილება, კანონში იქნება ასახული აღნიშნული ინიციატივა და ყველა მერი და ყველა გამგებელი აერჩევა ერთი პრინციპით, ერთი ბარიერით, იქნება 50%-იანი ბარიერი. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა უკვე დატოვა, თუმცა დოკუმენტთან დაკავშირებით როგორც უკვე აღნიშნე, მსჯელობა ქორთიარდ მერიოდში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მადლობა, ნათია სონღულაშვილი საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ ეთერში.